მოგესალმებით. მოდი, ჩვენ დღეს ვისაუბროთ დუბაიზე. რადგან ჩვენ დღეს ვიმყოფებით დუბაიში. ეს ცხოვრება მალე ხდება. ჩვენ კიდევ მქონია. რომ გადის მე რა ხვდები. რა ცოტა დრო მქონია. დრო ქარია ჩაგვიქროლებს. თავამ დაიკარგება. შეცეცხლივით იგიზგიზებს. ახლა შენ უაღრესად განათლებული ადამიანი ხარ და იმიტომ ზიხარ აქ. ანაც იგივეა უაღრესად განათლებული და ჭკვიანი გოგოა და იმიტომ ზისა, ხო? თქვენ იცით რომ ჩვენ საფუძველი ჩაუყარეთ საქართველოში რაღაცა კუთხით მონაწილეობა მივიღოთ სტუდენტების განათლებაზე, განვითარებაზე, პრაქტიკაზე, ბიზნესზე და ცხოვრებაზე, ხო? და მე გავხდი მისი თავმჯდომარე. მე ხო რაღაცა უნდა გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, რასაც ვაკეთებდი იმაზე მე კი დაუხსნა, როგორ არის უკეთესი. როგორ შეიძლება უკეთესი იყოს. თქვენ გახარ რამდენი წლის ხარ? 29 წლის. შენ 29 წლის ხარ და მე გნახე რომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, ენები იცი და საჭირო ხარ ჩემი კომპანიისთვის და მე გთხოვეთ რომ ჩვენთან წამოსულიყავით. ახლა შენ მე რამდენჯერ წამოხვედი მხოლოდ და მხოლოდ დუბაიში? მხოლოდ დუბაიში ამ ეტაპზე მეორედ. ჩინეთში? ჩინეთში დაახლოებით 5 ჯერ ვარ. ყაზახისტანში? ყაზახეთშიც ანალოგია. აი უყურე როგორ არის. ანა პირველად წამოვიდა დუბაიში. ახლა დაიწყო მუშაობა შენთან ერთად. უყურე როგორ არის. თქვენ ხართ ახალგაზრდები და ჩვენ ვინც გვიყურებს და ვინც გველოდება, სტუდენტები არიან ახალგაზრდები. და მოდი ჩვენ მოუყვეთ თუ რა არის დუბაი. ყველას აინტერესებს დუბაი და მიაჩნიათ რომ დუბაი არის ერთი სავაჭრო ცენტრი. და თუ დუბაი გახდებოდა სავაჭრო ცენტრი, დუბაის ოდენად ჩვენ მარტო აბაშა გვაქვს. სხვას თავი რო დავანებოთ, ხო? და რატო არა გაქვს საქართველოში მაშინ? უყურე კახა მე ამას მოსახლეობას აუხსნა. ბევრს წაკითხული აქვს, ბევრს განაგონი აქვს. მე 30 წელიწადია დუბაისთან ურთიერთობა მაქვს. ამდენი წელია მე დუბაიში ვცხოვრობ, ბიზნეს ვაკეთებ. დუბაიში ფულს შოვლობ, ვთქვათ, შოვლობდი და რასაც შოვლობ, რა უნდა იშოვო დღეს, მაგრამ მაინც და თბილისში ვხარჯავ. თბილისის არც ერთ კომპანიას არასდროს ჩემთვის მომგებიანი არ იყო და მოგება არ მოუყენია. ახლა ამას ადამიანები ვერ გაიგებენ, აბა რატომ მუშაობს? იმიტომ ვმუშაობ, რომ ხვალ შეიძლება რაღაცა იყოს. ერთჯერ წამაქციეს. და ვინ წამაქცია? წამაქცია პირველმა პირებმა. დღეს ხო ხედავ რამბავია საქართველოს დღეს. აი ეს გუნდი რო დაგეტაკება. მე როგორ უნდა გაიხარო ერთმა ნორმალურმა კაცმა, ხო? აი წარმოიდგინე, აი ესეთი გუნდები იყვნენ ყოველთვის. რა არის ბიზნესი? ბიზნეს უნდა კახა ხელი შეწყობა. თუ ბიზნეს ხელი არ შეუწყო და ჩაუსაფრთხე, შენ ბიზნესი არიცი და შემთხვევით მოხდი იმ სკამზე. შემთხვევით უბრალოდ მოხდი იმ სკამზე. განათლება შენ არ გაქვს, პრაქტიკა შენ არ გაქვს, სინდისი შენ არ გაქვს, ნამუსი შენ არ გაქვს, მაგრამ მოხდი იმ სკამზე. და იმ წუთიდან ფიქრობ ბარკალაია, ან ბარკალაიას ნაირი ტიპები რეალურად ვინც მუშაობენ, გაჩაგრო. და ამ ჩაგვრაში შენ იყენებ აი იმ სკამს. სკამის იქით არაფერი არ ახარ. ჩემი ჩაგვრა გიგი უგულავამ დაიწყო იმ თავრობის დროს. და სად არის გიგი უგულავა დღეს? სკამი როგორც აართვეს, გიგი უგულავა და გაფარჩაკდა, ხო? და გაქცეულია ტიპი. და მე ციხეში გამიშვეს. აი უყურე როგორ არის. მოდი ახლა დავიწყოთ ბიზნესზე. განათლებაზე. აი დუბაი. რა არის დუბაი? დუბაი არის ერთი პატარა ტერიტორია. აბაშას ოდენად ტერიტორია არის. აბაშა შეიძლება მეტი იყოს ტერიტორიულად და რა მოხდა? 50 წლის უკან და 60 წლის უკან აქ შეიძლება დაგენახა 4 ან 5 ვირი. და დღეს რა ხდება? სასწაულია. რატომ? უყურე როგორ არის? მართლა ქვეყნის, ოჯახის, ინსტიტუტის, სკოლის, ბაღის მართლა სხვა რამეა. მართლად უნდა დაიბადო. მართლა თუ არ დაიბადე, ვერასდროს ვერაფერს ვერ მართავ. რა არის მართლა და რა არის დუბაი? დუბაის ღევანდელი შეიხის მამა თევზს ყიდიდა, ნავით დადიოდა და თევზს ყიდიდა. და დაიწყო
ეს საქმიანობა, ბიზნესი რასაც ქვია. კიდი და ყიდულობდა თევზს. მერე პატრონად გაიჩინა ინგლისელები და პატრონად გაიჩინა ამერიკელები. ამათან გააფორმა 100 წლიანი 99 წელი, საერთოდ ესე იწლება, 99 წლიანი ხელშეკრულება გააკეთა. აქ რაც კეთდება, 20-30% მიდის იმ ქვეყნებში, მაგრამ ძირითადად ბრიტანელები მართავენ და ამერიკელები. აი ეს ქვეყანა 7-ვე საიმირო არის ხელშეუხებელი. რატომ? იმიტომ რომ მათ ზევიდა ყავთ პატრონი და მუშაობენ დღე და ღამე. აი უყურეთ, რა არის დღეს დუბაი. რატომ მოდის, აი ნახეთ, აი ამდენი ხალხი ერთ სავაჭრო ცენტრში რატო არის? მე აქ რატომ მოგიწვიეთ, თქვათ, იმიტომ რომ ეს ჩემი ადგილია. მე 30 წელია სულ ამ ადგილზე ვჯდები და ჩაის სვამ, ხო? უყურეთ როგორ არის. პირველი, რაც გაკეთდა, მაღალი დონის სასტუმროები, საშუალო დონის სასტუმროები, დაბალი დონის სასტუმროები, გაკეთდა სავაჭრო ცენტრები, კახა და გააკეთა შენ საქართველოში, რატო არ აკეთებ? არის, მაგრამ გააკეთეს გაუმბაჟებელი ზონა. ჩათვალე მთელი 80% ტერიტორია დუბაის არის გაუმბაჟებელი ზონა. აქ შემოდის ტვირთი სოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და აქედან იყიდება ნებისმიერ ადგილზე სოფლიოში ტვირთი. დღეს ჩინელებმა აქ გააკეთეს სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, საწყობები. რა ჩინეთში გიყიდია დღეს მეტლახი და რა დუბაიში. რა ჩინეთში გიყიდია დღეს სუნკა და რა დუბაიში, ეს არიციან ბევრმა ქართველებმა. დუბაიში იყიდი აგერ ჩამოდი დღეს ხვალ წადის არხში. ჩვენ 2 დღის განმავლობაში თქვენ ორივე წარმოიდგენდით იმას, რაც 2 დღეში ჩვენ გავაკეთეთ და თქვენ ნახავდით 2 დღეში მე რა გავაკეთე, თქვენ ხედავდით და რა ხალხს შევხვდი და ხალხი როგორ მხვდება. საიდან? ეს ჩემი გამოცდილებიდან. აქ არის დუბაი. ახლა იტყვიან რომ დუბაი არის ხელშეუხებელი დღეს. ახლა იტყვიან რომ კაცო, საქართველოში რატო შემოდის ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხი. საზღვარი იყოს დაცული და თუ ვინდა მილიარდი ადამიანი შემოვიდეს, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ თავარი რა არის? თავარი არის ამ ადამიანებს არაფრით არ უნდა მიყიდო მიწა. აი, როგორც მიწას მიყიდი, იმ წუთას მოგაჩდებიან თავზე. ვინც არ უნდა იყოს, პაკისტანელი იყოს, ირანელი იყოს, თურქი იყოს, ინდოელი იყოს. მოგაჩდებიან და დედას გიყირებენ. აი ეს გააკეთა დღევანდელმა შეიხმა. ყველაფერი მისა მიწის გარდა და აკონტროლებს საზღვარს. და აქ არ შემოდის ასე ნარკოტიკი და არც გადი, შეიძლება რაღაცა შემოდის, მაგრამ შენ გინახია ვინმე სადმე სვამდეს, ან ქუჩაში ჩხუბობდეს? არა. უმაღლეს დონეზე. უმაღლეს დონეზეა უსაფრთხოება. მილიარდი კაცი შემოდის, მილიარდი კაცი გადის. ყველას მისი საქმე აქვს. საქართველოში ეს, ასე ყურე, საქართველოში ესე უნდა მოხდარიყო, ხო? საქართველოში აი ესე მოხდა. ერთი ჩემნაირი კაცი რო ყოფილიყო, დაждდებოდა და ეტყოდა, მიწას არაფრით არ გავყიდი. გავაკეთებდი წარმოებას 99 წლით. მივცემ უფასოდ მიწას 99 წლით და მე რომ მიწერ გელაბარკალაიას ქართველ კაცს ორშაბათს მოგცემ და სამშაბათს აღარ და რომ მიწერ. მე კი არ ჩამიწერო, მე შენი მოქალაქე ვარ, შენი ქვეყნის. ამ უცხოელ ჩაუწერე. ახლა მთავარი. შეიხის შვილებმა თქვეს, რომ ჩვენ გვინდა თოვლი. სრიალი თოვლზე. ადგნენ კახა და გაუშვეს რუსეთში, კახა და იქნებოდა პრობლემები. ადგნენ და მე ჯერ თქვენთვის არ მიჩვენებია განახებთ თვალს რო არ დაუჯერებ ისეთ რამეს. ადგნენ და ხელოვნური თოვლიდგან გააკეთეს ბაკურიანი. გუდაური 10 ჯერ უკეთესი და მილიონჯერ უკეთესი მოტოსრიგებული. შიგნით რო შეხვალ ტირილს დაიწყებს სადვარო იტყვი. როგორ მითხარით, რა თუნდა მეტრო 500 მეტრის ქვეშ და მილიარდები რო ჯდება. საჰაერო მეტრო გააკეთე, ჩამოდი აგერ ნახე.
და იგივე კაც გააკეთებია მეტრო, ხო? ოღონდ როგორ არის? დღეს დუბაიში გამოაცხადეს, რომ მოდი ეს ბავშვები არ გაუშვათ სასწავლებლად სხვაგან. სათხილამურო სხვაგან, სანადირო სხვაგან. მოდი ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენ ქვეყანაში. ადგნენ ანი და მე თქვენ ჩვენ სტუდენტებთან ერთად გაგათვალიერებიებთ უმაღლეს სასწავლებელს. ყველაზე მაგარი უმაღლეს სასწავლებელი რომელია მსოფლიოში? აი ხუთეულში რო შედის. ჰარვარდი მაგალითად შეერთებულ შტატებში. ანალოგიური შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლობები შემდეგ იხსნება დუბაიში. და შექმნეს განათლების ჰაბი, როგორც მე ვიცი, ხო? აი მე ხო ეს აგიხსენი გუში. ჰარვარდი, კემბრიჯი, ბოსტონი, ნებისმიერი უნივერსიტეტი კახა აგერ შექმნა იმ გაცმა. შენობა 100 ჯერ უკეთესი, დისციპლინა 100 ჯერ უკეთესი და ის პედაგოგები, ვინც ამერიკაში იყო, ყველა აქეთ გამოიყვანა და აგერ ასწავლიან. ახლა შენ რომ დაგჭირდეს მაგალითად განათლება მიიღო ამერიკაში, არ გინდა აგერ ჩამოდი მიიღე განათლება და წადი. მე არავის არ უსურვებ. სადმე განათლება მიიღო ჩვენმა ქართველებმა, იმ დონეზე უნდა იყოს სწავლა. ჯერ სკოლაში, მერე უმაღლეს სასწავლებელში არ ჭირდებოდეს იქნება სხვაგან წასვლა. თქვენ გაგიგიათ ჟიული შარტავა. სად ისწავლა? საზღვარგარე წავიდა? ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი იყო, ხო? ავიღოთ ზვიად გამსახურდია. სად ისწავლა? სადმე იყო წასული, არსად საქართველოში მიიღო განათლება. და ჩვენ რო დღეს ქართველები ვყავს, ჭკვიანები, ესეთი დედამიწის ზურგზე არ არის. მოდი ახლა ეს არის ცოტა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობ, ხო? უყურეთ რა ხდება. 1000-მა რო ჩამოიაროს, არ მოგეწონება რძლად. 1000-მა რო ჩამოიაროს, არ მოგეწონება სიძეთ. და ერთმა ქართველმა რო გამოიაროს, ეგრევე შეატყობ რო ქართველია, ხო? ვიზუალი სხვა აქვს. სიარული სხვა აქვს. ჭკუა სხვა აქვს და თმები თუ აქვს ისე სხვანაირად აქვს დავაცხნი. უყურეთ, დედამიწის ზურგზე, ქართველზე უფრო მაგარი ჭკვიანი, დედამიწის ზურგზე ჯერ ადამიანი არ დაბადებულა. უყურეთ, ტრადიცია. მითხარით მთელ მსოფლიოში ვის აქვს ყველაზე მაგარი ტრადიცია. ყველაზე მაგარი ტრადიცია ქონდა გვაქვს და მომავალში გვექნება ჩვენ ქართველებს. ქართველი მე ხომ მსოფლიო გამოფენი წევრი ვარ. მე 4000, 5000 ადამიანში ყველგან პირველი ვარ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მე გამოვირჩევი მაინც სხვებისგან. ერთი სიტყვით დუბაი არ არის თავარი. თავარი არის კახა. ქვეყანა რო არის, ქვეყანა რო გაქვს, ქვეყანას უნდა მართავდეს პრაქტიკა მიღებული ადამიანი. დღეს მაგალითად დღეს, აი მე გელაბარკალაია გეუბნებით, თქვენ იცით, ჩემი ხასიათი, ჩემი ბუნება. მე დღეს აი ამ წუთას, აი დუბაიში რაც მესმის და რასაც ხედავ მე მომწონს. იცი რატო? ახალგაზრდები არიან ამ წუთას თავრობაში. და ამათმა ზუსტად ის უნდა გააკეთონ, რაც გასაკეთებელია. თორე არასდროს ეს ქვეყანა არ დაალაგდება. ახლა გეკითხებით ორივეს. ვინმე ჩამოვა ჩვენ ქვეყანაში ფულის ჩასადებად ბიზნესისთვის? ვინ არის შენ ავტოქარხანას რო აგიშენებს? ვინ არის შენ რო წარმოებას გაგიკეთებს? როცა ასეთი სიტუაცია არ დამთავრდა 30 წელია ეს მიტინგები, არ დამთავრდა. ადამიანი როცა გეუბნება მაცალე, მაგრამ მე თქვენ არ გაქვთ ახლა ახალგაზრდები ხართ გამოცდილება. ვიღაცას უნდა ენდო. მაგრამ რო ენდობი და გიღალატებს და ფული შოვნას დაიწყებს და მილიარდებს სახში ინახავს, ეს არაკაცურია. როცა შენ სკოლები არა გაქვს და როცა შენ საქართველოში ყავს ხარტაკი მოსახლეობა აგერ 5-10%. აი ვინ ყოფილა პრობლემა? ტერიტორია კი არ ყოფილა პრობლემა. პრობლემა ყოფილა თვითონ ადამიანი. პირველ პირზეა ყველაფერი დამოკიდებული. ოჯახში თუ ხარ ძლიერი, ოჯახი ესე გიყავია და ოჯახი ოჯახს ქვია, თუ ოჯახი ესე არ ყავს, მაშინ შენი ბრალია, ხო?
ამით რისი თქმა მინდა. ახლა ვადარებ მე დუბაისა და საქართველოს. დუბაი შეიძლება გახდეს ერთ წელიწადში. უფრო მეტი. ოღონდ უნდა სწორად მიდგომა. აი ამ წუთასაც. აი ამ წუთას სწორად დაგეგმარება უნდა. ერთი დღე უნდა. ერთი დღის დაგეგმარება უნდა. შეცდომა იცი რა არის? შენ არის ამას არ ენდობი. და ინგლისიდან და საფრანგეთიდან მოყავს ადამიანი ავტობუსმა როგორ უნდა იაროს, როცა მე იმიტომ ვარ აქ საპატიო მოქალაქე და იმიტომ ვარ ბელგიაში საპატიო მოქალაქე, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. მე აგერ წავარ შენ და მე ციხეში მიშვებ და შენ მილიარდებს უხდი უცხოელს როგორ უნდა იაროს ავტობუსმა და მე მასწავლის გასა საქართველოში როგორ ჯობია ეგა. მოდი ჩვენ ახლა ვარ დუბაიში, ჩვენს სტუდენტებს ქართველებს ატარებენ, ხდებიან ერთმანეთს, მოულოცოთ დღევანდელი დღე, მოულოცოთ ყველა კარგი დღესასწაული, მივესალმოთ ჩვენს საქართველოს და მივესალმოთ ყველა ჩვენს სტუდენტებს. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდულ პარლამენტს. მივესალმოთ ჩვენს ახალგაზრდულ პარლამენტს და ხვალზე ჩვენ საქართველოში ვიქნებით. გისურვებთ წარმატებას.